მოგესალმებით. ჩემი სახელია კეთი. მე ძალიან მიყვარს კითხვა და ყველაფერი რაც წიგნებთან არის დაკავშირებული. ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ ზოგადად რას ვკითხულობ, რომელი წიგნები მომწონს, რომელ ჟანრს გამოვარჩევდი, ავტორს და ასე შემდეგ. დავიწყოთ. ზოგადად ბავშვობიდან ვკითხულობ, მაგრამ ეს ბოლო წლებია, რაც უფრო აქტიურად ჩავერთე ამ ამბავში და საბოლოოდ მოკლედ ეს არის ჩემი საყვარელი ჰობი. ჩემი და კითხულობდა ხოლმე ბავშვობაში და რომ დავინახე, რა თქმა უნდა, მეც მიუბაძე, მინდოდა რომ რაღაც უფრო მეტი საერთო გქონოდა და მირჩევდა ხოლმე რომ რაღაც ეხლა რასაც მე ვკითხულობ, ჯერ არ გინა, ჯერ პატარა ხარო და მე რა თქმა უნდა არ ვუჯერებდი. ვიგებდი რა ხდებოდა იმ წიგნში. არა. მოკლედ ჩემი დის გავლენით დაიწყო ეს ყველაფერი. ლიგუ, როგორ მენატრები. ამჟამად ვცხოვრობ მანილაში. მომიწია ჩემი დიდი თაროს მიტოვება. ჩემი თარო. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ აქ არის ძალიან კარგი წიგნის მაღაზიები, ძალიან ლამაზი წიგნები იყიდება აქ, თავს ვერ ვიკავებ და ორ ჩემოდანს ვამატებ უკვე ბარგს, როცა დავბრუნდები, მაგრამ მეყოფა. ნახოთ. მოკლედ, ყველანაირი წიგნის კითხვა მიყვარს სიმართლე რომ ვთქვა, არ მაქვს კონკრეტული რაღაც ჟანრი ამოჩემებული, ან მაინც და მაინც ამ წერლის უნდა იყოს, ყველაფერს ვკითხულობ აბსოლუტურად, ძველებსაც, ახლებსაც, ქართველებსაც, უცხოელებსაც და ძალიან მომწონს. ძალიან საინტერესოა და ძალიან მიხარია, რომ ყველა ჟანრში შემიძლია კითხვა. იმიტომ რომ ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვისაც რაღაც კონკრეტული ჟანრი კატეგორიულად არ აინტერესებთ. ჩემი და ქალები ამოიცნობენ აქ თავს. სანამ დავიწყებ, მინდა გითხრათ, რომ ამ ვიდეოში არ შევიტან არც ერთ 2025 წელს წაკითხულ წიგნს და ავტორს, რადგან მინდა რომ ამაზე ცალკე ვიდეო შემოგთავაზოთ და იქიდან ვიხილოთ რა ხდებოდა 2025 წელს. პირველი, რითაც აუცილებლად უნდა გაგეცნოთ და რის გარეშეც მე არ ვიქნები, ეს არის ჩემი საყვარელი ჟანრი. ფენტეზი, რომელზეც ვგიჟდები. ამ ჟანრში გამოვარჩევ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე ძვირფას და საყვარელ წიგნებს და მე მგონი არც გაგიკვირდებათ. ეს არის ყინულისა და ცეცხლის სიმღერა, ჰარი პოტერი და ბეჭდების მბრძანებელი. სხვათა შორის არც ისე დიდი ხანია, რაც ეს წიგნები წავიკითხე და ის არა რომ ბავშვობაში ვკითხულობდი ჰარი პოტერს და რაღაც არა, უკვე უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა რომ ვკითხულობდი და სხვათა შორის ჰარი პოტერი როცა დავიწყე, მაშინ ეს ცოტა რთული პერიოდი მქონდა. საკუთარი თავით ცოტა დავკარგე და ამ წიგნმა დამაბრუნა და ისეთ სამყაროში გადამაგდო, რომელიც იმ მომენტში ძალიან მჭირდებოდა და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულში. სამეფო კარის თამაშებს რაც შეეხება, ეს სერია დასრულებული არ არის. ჯორჯ. რა შვები. მოკლედ ავტორი წერს ჯერ კიდევ ამ წიგნს, როგორც თქვა, ბოლო წიგნის 1200 გვერდი დაწერილია, მაგრამ არ ვიცი. აი ეს უკვე 14 წელია ველოდებით შემდეგ ნაწილს. ვინც არ იცით, მე-5 სეზონამდე მიყვება სიუჟეტი წიგნს და შემდეგ უკვე რა იქნება კაცმა არ იცის. და ბეჭდების მბრძანებელი, რომელიც ითვლება ფენტეზის ბიბლიად, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვიყავი. ეკრანიზაციამაც გამოუცა, იმიტომ რომ ისეთი მაღალი დონის გადაღება და იმ დერამეზია ნაფიქრი და ისე კარგად თამაშობენ, რომ სიტყვებით არ მყოფნის. ახლა მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ მწერალზე, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. რა თქმა უნდა, მყავს ბევრი საყვარელი მწერალი, თუმცა დღეს მინდა გესაუბროთ ჟოზე სარამაგუზე. ჟოზე სარამაგუ არის პორტუგალიელი ნობელიანტი მწერალი. გამორჩეული სტილი აქვს ჩემთვის ჟოზე სარამაგუს, ძალიან საინტერესო წერს, ძალიან საინტერესო საკითხებზე წერს და ისეთი წიგნები აქვს, რომლებიც მართლა არასდროს არ დამავიწყდება. რაც წავიკითხე, ეს არის სიბრმავე, სიკვდილის წყვეტა, კაინი და იესოს სახარება. სიბრმავე და სიკვდილის წყვეტა ძალიან საინტერესო იყო. მოკლედ რომ გითხრათ 1-2 სიტყვით, წარმოედგინეთ რომ ერთ დღეს იღვიძებ და ყველა დაბრმავებულია. ერთი ქალის გარდა. წარმოედგინეთ რომ ერთ დღეს სიკვდილი გადაწყვეტს რომ დაიღალა ამდენი მუშაობით და დასვენება ჭირდება და აღარავინ აღარ კვდება. ძალიან სასიამოვნო იყო ამ წიგნების წაკითხვა და ასევე ვიტყვი რომ სიბრმავეს აქვს ეკრანიზაციაც შეიძლება ნანახი გქონდეთ. საინტერესო იყო ნამდვილად ეს ნამუშევარიც, თუმცა ვიფიქრობ რომ წიგნი ჯობია. კაინს და იესოს სახარებას ცალკე ადგილი ეკუთვნის. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წიგნებია მართლა რაც წავიკითხე. ძალიან საინტერესოდ ეხება რელიგიურ თემებს და საინტერესო კითხვებს სვამს. ასე ვიტყოდი. ასე რომ დიდი რეკომენდაცია ჩემგან ჟოზე სარამაგუს. ერთი უბრალოდ რამაც არ მინდა რომ შეგაშინოთ, ის წერისას არ იყენებს დეფისებს, არ მჭყალებს რომ გამოყოს დიალოგები. ამიტომ წიგნს რო გადაშლი, ესე უყურებ რომ დიალოგი არ არის. რადგან ჩვენ გვიყვარს დიალოგები, ხო? პირველად რო გადავშალე მის წიგნი და ეს დიალოგი ვერ დავინახე, ცოტა
მეთქი რა არის ეს, მაგრამ არის დიალოგები ჩვეულებრივად წიგნში, უბრალოდ წერის სტილი აქვს მოკლედ ჟოზეს ასეთი. იმედია მოგეწონებათ. ეკრანიზაცია ვახსენე და აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს ფილმების და სერიალების ყურება და რა თქმა უნდა განსაკუთრებით მაინტერესებს ხოლმე წიგნების ეკრანიზაცია და გამოვარჩევდი რამდენიმეს, ეს არის სიამაყე და ცრურწმენა, პატარა ქალები და ჯეინ ეარი. ამ ჟანრის წიგნებიც რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს და ამ ეკრანიზაციებმა ჩემი გული დაიპყრეს. ეს მომენტი თუ გახსოვთ ყველას. მიყვარს. ეს ეპოქა თვითონ რაღაცნაირი ხო ძალიან მიმზიდველია და აქ ისეთი მუსიკა ამ ფილმებში გამოყენებული, ისე კარგად თამაშობენ და იმდენად რაღაცნაირი ესთეტიურია, რომ ძალიან მომეწონა. მარტივი რა თქმა უნდა არ არის წიგნის ეკრანიზაციის გადაღება და უმეტესად წიგნი ჯობნის ხოლმე ფილმებს, თუმცა ამ ფილმებით მართლა ძალიან ვისიამოვნე. თუ არ გაქვთ რა ნახი, მოკლედ აუცილებლად უყურეთ. გარდა მხატვრული ლიტერატურისა, ასევე ვკითხულობ ბიზნეს ლიტერატურასაც და self-helps, ასე ეძახიან ამ ჟანრს. ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც ეს ჟანრი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად მოქმედებს ჩემს მოტივაციაზე. ბევრი რამე შევცვალე საკუთარ თავში ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ და მინდა რომ გაგაცნოთ ახლა რამდენიმე წიგნი, რომელიც განსაკუთრებით მომეწონა. თან ჩემს სიას გადავხედავ და ისე გეტყვით. სიყვარულის ხუთი ენა, სხეულის ენა, გონს მოეგედაო, ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში, მიზნები, საიდუმლო. მხატვრულ წიგნებს შორის ხშირად ვკითხულობ ხოლმე ამ ჟანრის წიგნებსაც, ხანდახან პარალელურადაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არ უშლის ჩემთვის ხელს მხატვრული და ამ ჟანრის წიგნები ერთმანეთს პირიქით და რაც ყველაზე მთავარია, მე თვითონ გულწრფელად საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რომ შეიძლება იპოვო თითოეულ მათგანში რაღაც ისეთი, რითაც შენს თავს შეცვლი უკეთესობისკენ. რატომაც არა. ვიცი რომ ბევრს არ უყვარს ბიზნეს ლიტერატურას რო უხსენებ, ვინც მხატვრულს კითხულობს ეგრევე მაგრამ მე მიყვარს. ახლა კი გაგაცნობთ უბრალოდ კიდევ რამდენიმე წიგნს, რომელიც ძალიან მომეწონა, ძალიან შთამბეჭდავი იყო და გირჩევთ რა თქმა უნდა თუ არ გაქვთ წაკითხული რომ წაიკითხოთ. კირკე, თუ ბერძნული მითოლოგია გიყვართ მეგობრებო, აუცილებლად წაიკითხეთ, საოცრება. დანაშაული და სასჯელი, სხვათა შორის დოსტოევსკის სხვა წიგნები მაქვს სიაში შეტანილი, რა თქმა უნდა რომ წავიკითხო. ეს იყო მისი პირველი წიგნი, რაც წავიკითხე და ძალიან კარგი იყო. საკუთარ თავს ძალიან ბევრი კითხვა დავუსვი ამ წიგნის შემდეგ. გეიშას მემუარები, ასევე ვთქვი რომ კარგი ეკრანიზაცია აქვს ამ წიგნსაც. გახლეჩილი აპრილი, რომელსაც ჩემი გულიც გახლიჩა. ბუსთა ბატონი, ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე შემზარავი წიგნი, რაც წამიკითხავს. 1984 და ცხოველების ფერმა თუ არ წაკითხავთ, მეგობრებო, გადადეთ ყველაფერი და გადაშალეთ ეს წიგნი. დღევანდელობას მაგაზე უკეთესად ვერსად ვერ ნახავთ. ფრანით მორბენალზე ერთ ვიტყვი, რომ იყო ერთი რაღაც კონკრეტული მომენტი, როცა რაღაც წავიკითხე, ესე წიგნი დავხურე, გადავდე და 1.5 საათი მე მგონი გადაბმულად ვტიროდი და სულს ვითქვამდი, იმდენად მძიმე იყო. უწევთ არა რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, მე მიყვარს დრამატული წიგნები. მიყვარს გული რომ იკუდება. კოლექციონერი. მოკლედ კაცი იტაცებს გოგოს და ნახევარი წიგნი არის ამ კაცის პერსპექტივით დაწერილი და მეორე ნახევარი ამ გოგოს პერსპექტივით. ბოლო ფურცლები რო წავიკითხე, მინდოდა დამეხია ეს წიგნი. მარტობის 100 წელიწადი, არ ვიცი, ამ წიგნით აღშფოთოვანებული ვიყავი სრულიად, დაუვიწყარი ისტორია. სხვათა შორის სერიალი გადაიღეს და ძალიან აქებენ და ჯერჯერობით არ მინახავს. ასევე უნდა ვახსენო აუცილებლად ანტონიო და დავითი, რომელიც წელს კიდევ ერთხელ წავიკითხე და კიდევ ერთხელ აღფრთოვანდი და ეს არის საოცრება. და ნუ ქარჩხაზეს თუ ვახსენებთ, ზებულონიც უნდა ვახსენოთ აუცილებლად. საოცრება ეს წიგნი, თუ არ წაგიკითხავთ, უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან. კიდევ წავიკითხავ აუცილებლად ამ წიგნს და ალბათ არაერთხელ. ხარატიშვილი უნდა ვახსენო აუცილებლად, ნინო ხარატიშვილი, რომელიც იყო ჩემი 2024 წლის აღმოჩენა და მისი ორი წიგნი, ეს არის უკმარის სინათლე და მერვე სიცოცხლე. მერვე სიცოცხლე იყო საოცრება. უკმარის სინათლეც რა თქმა უნდა, თუმცა მერვე სიცოცხლე იმდენად მასიური იყო და იმდენად მასიური პირდაპირ მნიშვნელობითაც 1191 გვერდი იყო, მაგრამ ისეც, ანუ ძალიან საინტერესო ისტორიებს მოიცავდა, ძალიან საინტერესო პერსონაჟები ყავდა და ძალიან ვისიამოვნე მისი ამ ორი წიგნი და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემს. სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ვიდეოს ბოლომდე უყურა. იმედი მაქვს მოგეწონათ და როგორც მიხვდეთ, ჩემი კონტენტი მთლიანად მიეძღვნება წიგნებს. შემდეგ ვიდეოებშიც იქნება წიგნების განხილვები, წიგნების მაღაზიას დავათვალიერებთ ერთად, გაჩვენებთ ხოლმე სხვადასხვა აქსესუარებს, რასაც ვყიდულობ ხოლმე წიგნებისთვის და გათვალიერებინებთ ასევე იმ წიგნებს, რომლებიც აქ მაქვს და რომელსაც კიდევ შევიძენ არაერთს, ბევრს.
და მოკლედ თუ წიგნები გიყვართ, არ დაგავიწყეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. მადლობა და დროებით.